წევრები ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი არიან. საღამო მშვიდობისა, მე მივესალმები ჩვენს სტუმრებს, რომლებიც ძალიან მხიარულობდნენ, მე უკვე ამას ხედავდი მონიტორში და ჩემი პირველი შეკითხვა იქნება კოტეს მიმართ. ეს ყველაფერი, რაც ახლა მოყვა კოტე ყუბანეიშვილმა, სიმართლეს შეესაბამება თუ ეს არის უბრალოდ ფილმისთვის გაკეთებული ესეთი ვერსია? ინგა ალბათ დამეთანხმები, რომ მართლაც მისტიური ისტორია იყო და ესეთი კოტე ყუბანეიშვილი ყავს ქართველებს. კოტე, ეს ყველაფერი, რაც მოყევით ფილმში, რეალური ისტორია, აი და რა შეცვალა ამ ისტორიამ ცხოვრებაში, თქვენს ცხოვრებაში? ისე ჩემზე რა უნდა ვილაპარაკო, ეხლა სკამზეც არ დაგისვივართ, მაგრამ რა თქმა უნდა რეალური ისტორიაა. პირველ რიგში მინდა მოდით იცით ამას მე ვინც მოვა გეპატიჟებით სულ ყველას აბა მუშტაიტში ვნახე ვინა ვარ, მუშტაიტის ბაღის წინ არის გენიალური ვორდ კაფე, მოგესალმებით მიშა და ნინა და ჩვენი კრიშა ამ შემთხვევაში არის მიშა ახვლედიანი, რომელიც ალბათ ხვალე 10 საათზე და სულ ყველას ჩემ ახლობელს აი ეთერიდან ვეპატიჟები რომ მოვიდენ და ნახონ აი ეს კინო რომ დღეს ამაზე რო არ ვილაპარაკო და პირველ რიგში მინდა ირაკლის ნანა ჩარკვიანის დაბადება მოგილოცოთ სულ ყველას. გილოცავთ ძალიან დიდი სიხარულით მოგილოცავთ ირაკლი, ჩვენ არ გქონდა ეს ინფორმაცია, როდის დაიბადა? ინგა ერთი კვირის წინ 1 ივლისს დაიბადა პატარა ნანა ჩარკვიანი და გეზა ირაკლი ჩარკვიანი ბედნიერი მამა არის დღეს ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელ ჰერას კოლექტივს, სოსო ღოღობერძეს, ჩემ მეგობარს, ვინც აი ეს გმირულად მოავლინა ჩემი პატარა ნანუცელა ამ ქვეყანას. დიდი მადლობა ყველას. თუმცა ნანუცელა ტირის ხოლმე არა ხშირად და ნუ ცოტ-ცოტი ტირის ეხლა, მაგრამ იმდენად არა ეხლა როგორც ამბობენ რომ ბავშვები ბევრს ტირიან, ესე არა. ანუ პატარა ბავშვის მამამა ძალიან კარგია. ძალიან სასწაული. სოფო, მე მინდა შეკითხვა დაუსვა დათო ყვაჭაძეს. ესა, ინგა, კოტეს უნდა დათოზე გითხრას ორიოდე სიტყვა და შემდეგ გადავალ დათოზე, რომელიც მორცხვად იცდის, როდის დადგება მის. მორცხვად იცდის, იმიტომ რომ დათოს რაღაცა ისეთი თვისებები აღმოაჩნდა, რომელიც მე დიდი ხანია ნატრულობდი და ვეძებდი საქართველოს. ნუ პირველ რიგში საოცარი მოთმინების უნარი, რაღაცნაირი უცნაური იუმორი და თავის აი თავდაჯერებულობა და აი რაღაცნაირი და სწორი დამოკიდებულება. მე იშვიათად მე აი საოცრად თვითონ დათომ თავისი საქმე ძალიან გაიადვილა და მეც გამიადვილა რაღაცნაირად რომ ჩემი თავი გამომეღო და დათოს წინ და ზუსტად აღიქვა ის და აი თქვა ძალიან მინდა რომ ეს კინოები ნახოთ, ეს მარტო ჩემზე არ არის, აქ დათოს მეორე ფილმიც არის, სადაც დათო უკვე წარმოდგება როგორც პოეტი და ინგლისურად, აი მაგალითად ჩემი ბავშვობის ოცნებები დათო კითხულობს იქაურ მაგალითად იქ იმაში ლექსებს ინგლისურად, აი ესე როგორც მე მაგალითად ვინატრებდი რომ წამეკითხა და დათო რატო მაინც და მაინც კოტე ყუბანეიშვილი მან თქვა რომ ძალიან დიდი მოთმინების უნარი გაქვს, ეს რას ნიშნავს? გაბრაზებდა ნერვებს გიშლიდა აი როგორ იყო თქვენ განაერი გაბრაზების არ ქონა ადგილი, უბრალოდ ეს ფილმი ისე მოხდა რომ ერთი წელი გაგრძელდა და ფაქტიურად ერთი წელი და მე და ნიკო ტარიელაშვილმა გაუძელით ამას, მაგრამ ეს მოხდა რაღაცა ისე სპონტანურად, როგორც პრინციპში წარმოიქმნა რეაქტიული კლუბი, რაღაც რეაქცია მოხდა ჩვენ შორის და მე მგონი რაღაც საინტერესო რაღაც გამოვიდა. ლონდონში ნახეს ეს ფილმი, თუნდაც ჩემმა კოლეგამ ნახეს ეს ფილმი და საკმაოდ დაინტერესად საერთოდ ამან და რაღაც თქვეს რომ ეს იგი რაღაც ბიტნიკების მაგვარი ხალხი საქართველოშიც თურმე ყოფილან და აი როგორ დაინტერესად ეს ქართველის გატეხილი თავი. მე მინდა კითხვით გადავიდე ირაკლი ჩარკვიანზე, რომელიც კოტე ყუბანეიშვილთან ერთად არის რეაქტიული კლუბის დამაარსებელი. ირაკლი, რამ გამოიწვია? მას ძალიან ნოვატორული ადამიანები ხართ ორივენი. ბატონო კოტე, თქვენ რომ დაიწყეთ ლექსების წერა, შოკი იყო ნამდვილად. ასევე ირაკლის პერსონა შოკი იყო. ასევე ირაკლის შეუძლებელი იყო ვთქვათ მაგალითად ამ ფილმის ან რეაქტიული კლუბის წარმოჩენა მთლიანი სახით. აქ კიდე რაღაცები რეაქტიული კლუბს ეს ნოველა კონკრეტულად ჩემზეა, მაგრამ აი რეაქტიული კლუბი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, იქ ვიღაც გვარები და სახელები გვაკლია იგივე ბაატა ქურდაძე, ვიღაცა ისინი, მაგრამ ძირითადი სამოძრაო რაც იყო, რაც რეაქტიული კლუბი რაც იყო, ეს იყო ირაკლის სახში, რაც ხდებოდა აი ამ ფილმში მშვენივრად არის ეს ნაჩვენები და ჩვენ გარშემო
გამო რაც ტრიალები და იქ იყო ეს თავდება კარლო კაჭარავათი, იქ იწყება დათო ჩიხლაძეც არის, იქ ახალგაზრდები ვართ ჩვენ, იქ რაღაცა ის პირველი აქციები, თავიდან როგორ ეს ვთქვათ აღიქმებოდა 10 წუთში ყველაფერი არ ეტევა, მაგრამ ნუ ირაკლის გარეშე ახლა ამ ფილმზე და რეაქტიულ კლუბზე ლაპარაკი და ამ პოეზიაზე და ჩემ პოეტობაზე ლაპარაკი სისულელეთ მიმაჩნდა და ამ ხრივ დათომ ზუსტად დააფიქსირა და დაიჭირა ეს მომენტი. ანუ ირაკლი, რატო გაგიჩნდა იდეა რეაქტიული კლუბის ჩამოყალიბების? მაშინ საკმაოდ რაღაც ნოვატორული და რევოლუციური იდეა იყო. საერთოდ თქვენი პიროვნებაც ყოველთვის რაღაცა შოკის მომგვრელი და რევოლუციური იყო ქართული საზოგადოებისთვის, მე ძალიან კარგად მოგს. მე იცით რა არის, მე უბრალოდ მგონია რომ ძალიან დორე იყო მაშინ სიტუაცია და უბრალოდ საზოგადოებაში იყო რეაქტიული ფსიქოზი და რეაქტიული პოეზია არის სწორედ კურნალობა, ანუ ამ რეაქტიული ფსიქოზის. ამიტომ გაჩნდა ეს რეაქტიული კლუბი და საზოგადოებას ჰქონდა რეაქტიული ფსიქოზი აბსოლუტურად მაშინ. ამიტომ ჩვენ ვიყავით ეს კულაპები, ვისაც უნდა გვემკურნალო. ეს ტერმინი თვითონ გაჩნდა საკმაოდ ადრე ჩემ პოეზიაში, ეს იყო ჯერ 87-6 წლებში მნათობი იყო. ესეთი ჟურნალი იყო მაშინ ცნობილი მნათობი და სულაკაური მშვენიერი მწერალი მაშინ არჩი სულაკაური გარდაცვლილი. ეხლა იმან დამიბეჭდა ესეთი ლექსი იყო რეაქტიული მარტოობა. ეს იყო 86 წელი. 7. ხო და ეს იყო პირველი ლექსი, რამაც ეს იდეა საერთოდ რეაქტიულობის გამიშნა, იმიტომ რომ მაშინ დაიწყო ეს რეაქტიული ფსიქოზი და გახავთ რომ წაუკითხოთ ეს ლექსი თუ რეაქტიული მარტოობა და ძაბული გამოუთქმელი შიში შეხების საგნებთან საყვარელთან გაქრა, დადგა დრო გამოთხოვებისა ტყესთან დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების დრო, წითლად ხატვის წითელ ქაღალდზე, დრო გაქონილი მთვრალი თვალების, განათხოვარი სმაზე კაცების მაშინებელი დაუნდობელი, როგორც ყოველი, მართალი, დრო. ირაკლი ჩარკვიანის საზოგადოების კურნალი. ხელში იშვა მაუგლი, იმის აი ეს ლექსები მე რო წავიკითხე, მანდ დაიბადა რეაქტიული კლუბის ეს იდეა, მივედი ირაკლისთან, ირაკლი რაც გული შეუწუხდა რომ დამინახა, ვფიქრა რომ ეს ვინ მოვიდა და რატომ მოვიდა და რისთვის მოვიდა. მე მაშინ კონტაქტი არ მე საპირდაპირ არ უთხარი არაფერი, უთხარი რომ ინგლისური სწავლა მინდა რაღაცა ისა. ვილაპარაკეთ უცებ რაღაცა ინგლისურად დავიწყეთ, პირველი ორი გაკვეთილი ვილაპარაკეთ ინგლისურად, მე გადავედით იმაზე 2 წლის მერე წავიდა ამის ძოლი, წავიდა ჩემი ძოლი, იმას ქნარი დაიხშალა ყველა კავშირი ეს რეაქტიული ისე რაღაცა და ერთმანეთშიც რაღაცა იმას თქვენი წავედით, მაგრამ ამ 3-4 წლის მანძილზე დაინტერესდა გერმანია, აი და კვადრჟესო მოგვივიდა არც რაღაცა აქ ამერიკაში, იქიდან იმიდან დაინტერესდნენ, რაღაცა მოხდა იმ მომენტში. ის და აი ეს ყველაფერი წამოვიდა ირაკლის აი 16 წლის მე კინოშიც ვიძახით 16 წლის დაწერილი ირაკლის აი ამ ლექსებიდან, რომელიც არჩის დაწერა, მაგრამ რომელიც იმ მომენტში მე რომ მივედი ირაკლის მაგიდაზე აი ესე ფურცლებად დაფანტული. ინგა ალბათ დამეთანხმები რომ ამ ლექსის მოსმენის მერე უსიტყვოდ გაწევრიანდება ჩემი რიჭკუის ადამიანი მაინც ირაკლის კლუბში, იმიტომ რომ ამ კლუბი სხვათა შორის ძალიან რეალური ბევრი პროექტი შეიქმნა, ხო, როგორც მე ვიცი ამ რეაქტიულ კლუბში. მე მინდა ისევ დათოს დაუსვა თუ შეიძლება შეკითხვა. რატომ მაინც და მაინც კოტე ყუბანეიშვილი? აი რითი აღმოჩნდა კოტე მისთვის საინტერესო? დათო აი მაინც კოტეს პიროვნება რითი აღმოჩნდა შენთვის საინტერესო? რატომ დაიწყე კოტეთი? ნუ პირველ რიგში იმიტომ რომ პოეზია ყოველთვის ჩემთვის ძალიან ახლო იყო და განსაკუთრებით თანამედროვე. და მე ვფიქრობ რომ კოტეს და ირაკლის ლექსები, როდესაც მაშინ დაიწერა, საკმაოდ დიდი ეფექტი ჰქონდა და ჩემზე რა თქმა უნდაც და აი მხოლოდ ამიტომ. და აი რა შეგრძნება სოფო კოტეს მინდა დავსვა შეკითხვა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მიდის მასთან და ეუბნება რომ უნდა მასზე ფილმის გადაღება, ხომ არ არის ეს შეგრძნება რომ ხომ არ დაბერდა? ესეთი კითხვა აქვს ინგას, ხა დაებადა ესეთი აზრი რომ როდესაც ადამიანი ახალგაზრდა, ნუ შედარებით პატარა ბიჭი, მოდის თქვენთან და გეუბნებათ რომ თქვენზე უნდა ფილმის გადაღება. რა შეგრძნება ამ დროს? ხომ არ არის შეგრძნება რომ დაბერდით, რაღაც წლები მოგემატათ, რაღაც ტრაგიკული. მე ეს შეგრძნება რომ დავბერდი და ისა იცით შეიძლება სუმაკ არ ვიცი რატო და ჯერესერთი და ველოდები სულ ამ დაბერებას და ვერაფრით ვეღარ დავბერდი და იცით მარტო მოხუცკად სეპატიება ისეთი რაღაცეები რაც ახალგაზრდას მაგალითად უნდა მომეთმინა მე და ოღონდ დღეს რომ ვაკეთებდი ვიცოდი რომ ვაშავებდი და აი ახლა მაგალითად თუ რაღაცა ისეთ საშიში ფანტასტიკური იმუნიტეტი მოგიპოვე შემიძლია ნებისმიერ აი მაგალითად შემოვტრიალდი ან რაღაცა გავაკეთო სულს ნუ გაქვს ახლა ელემენტარულად ბედნი მე შემიძლია მე იმდენი რაღაცა მაქვს გასაკეთებელი წინ იმდენი რაღაცა არის
გასაკეთებელი, იმდენი რამეში უნდა გავერკვე, იმდენი რაღაცა უნდა დავნახო, იმდენი რაღაცა უნდა გამოვიკვლიო, ჩემ თავში, ჩემს გარეთ, ისეთ საინტერესო რაღაცები ხდება ამ ქვეყანაზე. რა ვიცი, მე უბრალოდ დრო რა თქმა უნდა არ მყოფნის, მაგრამ არცალია უბრალოდ ეს. ერთი ლექსი სოფო კოტეს თუ შეიძლება კოტეს აუცილებლად წავაკითხებთ ლექს, მას ფანტაზიის აქაც უცბად ექსპრომტად უამრავი ლექსი შექმნა, სანამ ჩვენ გვიყურებდა. ირაკლისთან კითხვა, ირაკლი, ჯერ მე როგორც გავიგეთ, ინგლისურით უნდა დავიწყოთ, თუ კი გვინდა თქვენთან დაახლოება და კლუბში გაწევრიანება. სოფო შე რაღაცას აპირებს მე მგონი. ძალიან მომეწონა ლექსის მერე ნამდვილად. თქვენ რეაქტიულ კლუბს ბევრი პროექტი თუ აქვს, თუ იგეგმება რაღაც პროექტები განსახორციელებელი. ვიცით რა არის პროექტებზე ხა წინასწარ არ მინდა ლაპარაკი. ან ბედი საერთოდ აი ამ კლუბის დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ამ კლუბმა შექმნა საერთოდ ქართულ მენტალიტეტში მე მგონი საკმაოდ გარდამტეხი მომენტი იყო მაშინ უნდა რაღაც მომხდარიყო და აი უკვე ჩვენ დღეს ვხედავთ რომ არსებობს ჩვენ და საბედნიეროდ უკვე თანდათან აი შერიგდნენ ხო ხედავთ ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტი ჩვენთან შექმნა კონკურენტუნარიანი გარემო ჩვენი პოეზიის ჩვენ გვინდოდა რომ საქართველოს გამხდარიყო ქვეყანა სადაც ყველა შეუძლია გამოავლინოს თავის საკუთარი თავი ანუ გაჩნდეს ჩვეულებრივი კონკურენტუნარიანი გარემო სადაც პოეტი იქნება ეს პოლიტიკოსი იქნება ექიმი იქნება იმან რეალიზაცია მოახერხოს თავის და აი სწორედ კოტეს შემთხვევა დავუშვით კოტემ როცა უკვე გადადგა ეს ნაბიჯი და თქვა რომ მე პოეტი ვარ ხო მან გადადგა ეს თავისუფალი გახდა ანუ მან რეალიზაცია მოახდინა იმ ენერგიის აი ამაში იყო სწორედ ჩვენი თავარი მიზანი რისთვისაც გაჩნდა რეაქტიული კლუბი რომ მივცეთ საქართველოს და ქართველებს იმის შანსი რომ მათ გამოარკვიონ საკუთარ თავში ის რომ მათ გააჩნიათ პოტენციალი რომ მათ დაიცვან ისინი გამოფხიზდნენ და დაიცვან საკუთარი თავი ანუ გამოაჩინონ ის რაც აქვთ და მაშინ უკვე ამ გარემოში ჩამოყალიბდება ეს ჭეშმარიტი ნამდვილი საქართველო კონკურენტუნარიანი საქართველო სადაც ჩვენ ყველა ვიცხოვრობთ დიდი მადლობა სატელიტია ის უკვე გაფრინდა და დარჩა და ეხა ტრიალებს საქართველოს გარშემო რეაქტიული კლუბი ყოველთვის როცა საქართველოს სადაც მოიხსენება 90-იანი წლები საქართველოს აი ეს გასაჭირი როცა ჩვენ უნდა გადავსულიყავით ძველიდან და გადაფასება უნდა მომხდარიყო და კომუნისტები და ესენი აი ამ მომენტში ყოველთვის გამოჩნდება სატელიტის და ეს არის აზროვნება და გადაიქცა მიმდინარეობა და ეხლა აღარ არის საჭირო კონკრეტული ჩვენ ახალი ვთქვათ გზები გვაქვს თქვენში როდის მოხდა ეს გადატრიალება ბატონო რომანი დაწერა იმის აი ეს მინდა რა კითხოთ აი თქვენ როდის მიხვდით რომ თქვენში მოხდა ესეთი გადატრიალება თქვენ დაიწყეთ ლექსების გადატრიალება იგივე რომ ვიძახი ერთ-ერთი ის იყო ჩემ ტვინში მაშინ მოხდა როცა ირაკლის ლექსები წავიკითხე და მივხვდი რომ ეს იგი შესაძლებელია ეგეთი პოეზიის კეთება იქ მე მგონი არ უნდა გაგიკვირდეს ირაკლის ლექსზე ჩემი რეაქცია ამის მაგალითად იქ რაღაცები რომ დავინახე რაღაცას შესაძლებლობა რაღაცა რომ დავიჯერე და ამას ყველაფერს მე დაემთხვა იგივე ეს ისტორია ერთი ლექსი თუ შეიძლება და გათავდა ის კინო რომელიც ისა და მე მივხვდი რომ თურმე შეიძლება ესე უბრალოდ ეს კოტიკა კარგი ბიჭი და კარგი ისა არაფერის მკეთებლად აი ესე მორჩეს კინო და ავიღე და მივეცი ჩემ თავს უფლება და უკვე გამოვეკიდე და გადავიქეცი და ამაში 99% აი ჩვენი აი ამაში იყო ეს გარდალა ხო რომ აი ამაში მოხდა ეს სიგიჟები ჩემ გარშემო ეს მართლა რაღაცა კომერციული ჩვენთან მართლაც რეაქტიული ადამიანები არიან სტუდენტ ბატონ კოტე თუ შეგლეთ ჩვენთვის ლექსი წაიკითხოთ თქვენთვის ლექსი წავი ან არა ჩვენთვის ლექსი როგორც გნებავთ თქვენ რაც გინდათ ერთი ლექსი მაშინ 10 ლექსს წაგიკითხავთ მაგრამ არა მგონია ზეზე ბიჭო სესე არა აი რომელი ლექსი აი მაგალითად აზიას რომ ცივად ზურგი უქცია საქართველოს შეიძინა ფუნქცია რომელითაც ის დასავლეთს ეყრდნობა და გონია თავისთავი ევროპა რაღაც გვინდა აკაკი და ილია თუ კი ჩვენთან დღეს ნავთობის მილია რომ ვისწავლოთ დანაჩანგლის ხმარება ამერიკას ფიქრობ დაგვეხმარება მე როცა წარმოებას წამოვწევთ შეიძლება მხართე ძოზეც წამოვწევთ დიდი მადლობა სოფო დიდი მადლობა და პირველ რიგში მე მინდა უსურვო დათო კვაჭაძეს განსაკუთრებით მას ახალგაზრდა რეჟისორს წარმატება და სურვო მუდმივი გამარჯვებები. დიდი მადლობა ირაკლის, დიდი მადლობა კოტეს. ეს იყო ჩვენი გადაცემის ბოლო თემა. მე გემშვიდობებით. უკაცრავად მე ვემშვიდობები ჩემს სტუმრებს.